დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. აუტოიმუნური თირეოიდიტი. აუტოიმუნური თირეოიდიტი, ასევე ცნობილი როგორც ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ანთებას და ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას. ევროპული სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად, წარმოგიდგენთ დაავადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, სიმპტომებს, მკურნალობის მეთოდებსა და რეკომენდაციებს. აუტოიმუნური თირეოიდიტი არის მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს. ეს იწვევს ქრონიკულ ანთებას და ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის თანდათანობით დაზიანებას, რის შედეგადაც ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს. დაავადება უფრო ხშირია ქალებში, განსაკუთრებით 30-50 წლის ასაკში, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. აუტოიმუნური თირეოიდიტის სუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. დაავადების განვითარებაში მონაწილეობს შემდეგი ფაქტორები. გენეტიკური მიდრეკილება, დაავადების განვითარების რისკი მაღალია, თუ ოჯახის წევრებს აქვთ ფარისებრი ჯირკვლის ან სხვა აუტოიმუნური დაავადებები. იმუნური სისტემის დისბალანსი, დარღვეულია იმუნური სისტემის ტოლერანტობა საკუთარი უჯრედების მიმართ, რის შედეგადაც ის იწყებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას. გარემო ფაქტორები, ზოგიერთმა გარემო ფაქტორმა, როგორიცაა იოდის ჭარბი მიღება, ინფექციებმა, რადიაციამ და გარკვეულმა მედიკამენტებმა, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების პროვოცირება გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში. აუტოიმუნური თირეოიდიტის სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული ან საერთოდ არ იყოს, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სიმპტომები უფრო აშკარა ხდება. ჰიპოთირეოზის სიმპტომები. დაღლილობა და სისუსტე. წონის მომატება. სიცივის აუტანლობა. მშრალი კანი და თმა. თმის ცვენა. კაბზობა. დეპრესია ან განწყობის ცვალებადობა. კონცენტრაციის გაძნელება. მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში. კუნთების ტკივილი და სისუსტე. შეშუპება, განსაკუთრებით სახეზე და ქუთუთოებზე. ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ჭიყვი. კისრის არეში შეშუპება ან სიმსივნის შეგრძნება. ხმის შეცვლა ან ხმის ჩახლეჩა. ყლაპვის გაძნელება. სხვა სიმპტომები. ძილის დარღვევა. გულისცემის შენელება. სმენის დაქვეითება. მეხსიერების პრობლემები. აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები. სისხლის ანალიზი. თირეოტროპული ჰორმონი, მომატებული დონე მიუთითებს ჰიპოთირეოზზე. თავისუფალი თიროქსინი, დაქვეითებული დონე მიუთითებს ჰიპოთირეოზზე. ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის მიმართ, ანტისხეულები და ანტისხეულები მაღალი დონე მიუთითებს აუტოიმუნურ პროცესზე. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ავლენს ჯირკვლის სტრუქტურის ცვლილებებს, როგორიცაა გადიდება, ანთება და ჰეტეროგენულობა. ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია, იშვიათად საჭირო, მაგრამ შესაძლოა ჩატარდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად ან ავთვისებიანი პროცესის გამოსარიცხად. აუტოიმუნური თირეოიდიტის მკურნალობა მიმართულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის აღდგენაზე და სიმპტომების შემსუბუქებაზე. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია. ჰორმონოთერაპია. ლევოთიროქსინი, სინთეზური თიროქსინი არის პირველი რიგის პრეპარატი ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ. ის ანაცვლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს და ეხმარება ორგანიზმს ფუნქციონირების აღდგენაში. დოზა ინდივიდუალურია და განისაზღვრება ექიმის მიერ სისხლის ანალიზების შედეგების საფუძველზე. ლიოთირონინი ზოგჯერ გამოიყენება ლევოთიროქსინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით თუ პაციენტი არ რეაგირებს მხოლოდ ლევოთიროქსინით მკურნალობაზე. სიმპტომური მკურნალობა. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, NSAIDs, გამოიყენება კისრის ტკივილის და ანთებითი პროცესის შესამცირებლად. ანტიდეპრესანტები, დეპრესიის ან განწყობის ცვალებადობის სამკურნალოდ. ვიტამინები და მინერალები, რეკომენდებულია ვიტამინების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით ვიტამინისა და სელენის. სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი. ლევოთიროქსინი, ეუთიროქსი, ელთიროქსინი, ლევოქსილი, ხელმისაწვდომია სხვადასხვა დოზით და გამოიყენება ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ.
ლიოთირონინი, ციტომელი, ტერტროქსინი გამოიყენება T3-ის ჩანაცვლებითი თერაპიისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იბუპროფენი, ნაპროქსენი გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად. ანტიდეპრესანტები, სერტრალინი, ესციტალოპრამი გამოიყენება დეპრესიული სიმპტომების შესამსუბუქებლად. რჩევები და რეკომენდაციები. რეგულარული სამედიცინო კონტროლი, აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი სისხლის ანალიზების მონიტორინგისა და მკურნალობის კორექციისთვის. მედიკამენტების სწორად მიღება, ლევოთიროქსინი მიიღეთ დილით უზმოზე საკვების მიღებამდე 30-60 წუთით ადრე, რათა უზრუნველყოთ მისი მაქსიმალური შეწოვა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაიცავით ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა, რეგულარულად ივარჯიშეთ და მოერიდეთ სტრესს. იოდის მიღება, მიიღეთ იოდი ექიმის რეკომენდაციით, რადგან მისმა ჭარბმა მიღებამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. თვითმკურნალობისგან თავის შეკავება, არ შეწყვიტოთ ან შეცვალოთ მედიკამენტების დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თითოეული პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, სიმპტომებზე და სხვა თანმხლებ დაავადებებზე. მკურნალობის ეფექტურობის შეფასება და მედიკამენტების დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ სისხლის ანალიზების რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.